აგიტატორი. ვისი აგიტატორი ხართ? გამარჯობა, რა საკეთებთ აქ? ამოიღეთ ის ფურცლები, აბა რა დამალეთ. ქაბოტონო. ვაფერ ადამიანები. ამოიღეთ ეს ჯორი. რა ზეწოლა საკეთებ, ჩემზე თუ რაშია შენი საქმე? რაგი? მე ვაკეთებ ზეწოლას? ვინ ხარ თქვენ? აბა მაჩვენეთ მოწმობა. გამოწმობა. მოწმობა გააქვთ რა მე? უბანში რა გინდათ? შენობაში რა გინდათ? რა შენობაში? შენი უბანი. კენჭისყრის უბანი ხო არის აქ? შენობაში. რა გინდათ აქ? რა საკეთებთ? ვისი აგიტატორი ხართ? ვიცი მე ხმა ზუსტად. ვისი აგიტატორი ხართ? ვის მე ჩემი ცნება? თქვენ ვისი აგიტატორი ხართ? ქაბოტონო, ვისი აგიტატორი ხართ? ერთი შემოსასვლელი ხო არის? და მოდიან და იქ ხედან აგიტატორები, ნახე. მე ვარ წარმომადგენელი მედიიდან, აკრედიტაცია მაქვს CSKO-ს. მედილას უბანი რო გავსენდა შემოვედი, ეს მერხიდეს კაბი ნამდვილად აქ არის. დილას აქეთ რაც უბანი გაიხსნა ქაბოტონო აგიტატორების ხედან კენჭისყრის შენობის შემოსასვლელში. აგიტატორები დღეან მოვიდნენ. თქვენ რომელი პარტიის აქტივისტი ხართ? ქართული ოცნები. თქვენც? სულ ყველანი. რამდენი ისაყავს აგიტატორი უბანზე? 6. და რა საკეთებთ? აბა რა გევალებათ? აი პირადად მე მევალება ეგ რაც გითხარით, როგორც ამკრებელი ისე ვარ, როგორც შეგნით ისე ვარ გარი. რა საკეთებთ? რას? აი იმ ფუნქციაზე. თქვენ რომელი პარტიიდან ხართ? ოცნებიდან. და რა საკეთებთ თქვენც? აგიტატორები. ორივე უბანზე დამხვდით შესასვლელთან. ამ უბანში ვაძლევ ხმას და უნდა შევიდე და მივცეხ. ნახევარი საათის წინ ქვემოთ დამხვდით პირდაპირ შკარებთან. გადავედი კი. რა საკეთებთ? რატო დადიხართ უბნებზე? დავაკონტროლე სიტუაცია. წარმომადგენელი სტატუსი გააქვთ საუბრიდან? თქვენ კანდიდატი ხართ? კლუბის ეზოში ვიყავ, ხო? შესასვლელში. კი. ეზოსა და შესასვლელში შორის ხო არის განსხვავება? შესასვლელთან. უბანში არა ვარ, უბანთან ვარ. აქ რომ ხართ აგიტაციას არ წევით? წერა შეგინთ იყავით მე როცა მოვედი. თქვენ დაგინახეთ, მაინტერესებდა როგორ არის. არა, მე ვიდრე მოვედიოდი, თქვენ უკვე შეგინთ იყავით. ეხლა რა მოხდა? აი, აფუჩი. წერან მე რო ვიყავი, ხომ შეგინით დამხვდით შესასვლელში, კენჭისყრის შენობასთან. ორივე კანდიდატი აქ რატომ ხართ? ორივე სამი აქ ვარ. ვინ ხართ, გეკითხებით? ვინ ვარ? კი. საიდან? მე ვაფიქსირებ, ნახე ჩემი უბნის მომწვევ. ხო, რომელ სუბიექტს წარმოადგენთ, რომელ პარტიას? ვის წარმოადგენთ? აქ ოცნებიდან ვარ აგიტატორი. კენჭისყრის შენობაში რა გინდათ? კენჭისყრის შენობაში რა გინდა? ხმა უნდა მივცე. ვის წარმოადგენთ აქ? რა საკეთებთ? არაფერს. თქვენ ვის წარმოადგენთ? არავის არ წარმოვადგენ, კაცო ვისვენებ. აქ რატო ხეთხართ? მინდა დავზივარ, რა გინდა? და რატომ შესასვლელში რატომ ზიხართ? არავის არ ვეკითხები. ესე იგი მაინტერესებს რამდენად სწორია და ნებადართულია რომ საარჩევნო სუბიექტების აგიტატორები, მათ შორის ძირითადად ქართული ოცნებიდან კენჭისყრის შენობებში არიან. არა ზუსტად იმ ოთახში, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს, მაგრამ შენობებში. აგიტაციას რაც შეეხება, კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იკრძალება აგიტაცია. დანარჩენი ჩვეულებრივი აგიტაცია დასაშვებია გარდა კენჭისყრის ოთახისა. კენჭისყრის ოთახში აგიტაცია არ შეიძლება, მაგრამ იმის გარეთ აგიტაცია, როგორც გითხარით, აკრძალული არ არის და ამდენად თვითონ სუბიექტები გადაწყვეტენ იმ აგიტაციის საკითხს.